ახალი წელი ისევ ძველი სურვილებით. რაზე ოცნობობენ დღეს ის პატარები, ვინც ტუბერკულოზის დაავადებას ებრძვიან? განაჩენი თუ კეთილთვისებიანი დაავადება? რა უნდა ვიცოდეთ ტუბერკულოზის შესახებ? თემაზე დღეს უკვე სტუმრებთან ერთად საუბრობთ. და დღეს ჩვენი სტუმრები არიან ელენა ჭანტურაია, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილების ექიმი, პედიატრი და ასევე ნინი ჭაჭია, საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მოდი დავიწყოთ იმით, თუ პირველ რიგში სად ხდება ამ ადამიანების ჰოსპიტალიზაცია. საქართველოში არის ერთადერთი ჰოსპიტალი, სადაც ხდება ამ ბავშვების მკურნალობა, ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვების მკურნალობა. ეს მდებარეობს ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე. სამწუხაროდ ეს შენობა არის სავალალო მდგომარეობაში. არის გასული საუკუნის შუა წლებში აშენებული შენობა, ამორტიზებულია შენობა, ავარიულ მდგომარეობაშია შენობა, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენი დირექციის ძალისხმევით და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით შენდება ახალი შენობა, რომელიც ალბათ ძალიან მალე ვიზეიმებთ ამ შენობაში ახალ სახლობას და ჩვენი ბავშვები, რომლებიც დაავადებულები არიან ტუბერკულოზით, იმკურნალებენ ამ ახალ შენობაში უკვე, რომელიც შეესაბამება აბსოლუტურად იმ სტანდარტებს, რომელიც არის მსოფლიოში. ზოგადად რა არის ტუბერკულოზი? მე ვისაუბრებ უშუალოდ დაავადების შესახებაც. ტუბერკულოზი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადება. მისი გამომწვევი არის ტუბერკულოზის მიკობაქტერია. გადაცემა ხდება ჰაერით. დაავადებული ბაქტერია გაუმყოფი ადამიანი ხველით, ცემინებით, ემოციური საუბრის დროს გარემოში, ჰაერში აფრქვევს ამ გაჯერებულ მიკობაქტერიებით გაჯერებულ ამონაფრქვევს და ხდება სამიზნე, ყველაზე უფრო კარგი სამიზნე ამისთვის არის ბავშვები. აი ეს ხდება გავრცელება თვითონ ამ დაავადების. და ზუსტად უნდა ვიცოდეთ თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომლის ოჯახის წევრსაც დაუდგინდება ეს დაავადება. როდესაც უკვე ვიცით, ასე ვთქვათ, ეს არის ძალიან კომფორტული სიტუაცია, რომ ვთქვათ, ვიცით, ოჯახის წევრს აქვს და ამბობს ეს ოჯახის წევრი მივა ექიმთან და რომ აქვს მას ტუბერკულოზური დაავადება, ხომ? ასეთ შემთხვევაში ყველა ბავშვი, რომელიც ოჯახშია და ყველა ოჯახის წევრი მიდის ტუბ დაწესებულებაში, სადაც ხდება გამოკვლევა ტუბერკულოზზე. ეროვნული პროგრამის ფარგლებში ეს გამოკვლევა არის უფასო და დადგინდება ბავშვი არის ინფიცირებული, დაავადებული თუ ასე შემდეგ. ბევრად უფრო რთულია საქმე, როდესაც იმალება ეს დაავადება. პიროვნება, რომელიც ავად არის, შეიძლება თვითონ არ იცის, მაგრამ ძალიან ხშირია, რომ იცის, რომ ავად არის ტუბერკულოზით და არ ამხელს ეს არა მარტო სამწუხაროდ დანაშაულია, მაგრამ დავეთანხმები გიორგი, მაგრამ დამატებით მინდა ვთქვა, რომ ალბათ საზოგადოებაც არის დამნაშავე იმაში, რომ შეიქმნა ეს სტიგმა. მოდი ნინი, შენთან ერთად ვსაუბროთ, რა ხდება დღეს სოციალიზაციისთვის, ან რა ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ ეს სტიგმა აღარ იყოს. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ პრინციპში ეხლა უნდა დავიწყოთ ალბათ ამაზე ინტენსიური მუშაობა. რაღაცა გარკვეულ პერიოდებში თვითონ ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი რაღაც აქტივობებს ახორციელებდა, თუმცა მე ჩემი პირადი აზრია, ვფიქრობ, რომ ეს არ იყო საკმარისი, იმიტომ რომ საზოგადოებამ არ იცის ტუბერკულოზის შესახებ. საზოგადოებამ არ იცის იმის შესახებ, რომ საქართველოში საკმაოდ მძიმეა ტუბერკულოზის პრინციპი. ძალიან ბევრს მგონია, რომ საერთოდ აღარ არსებობს. თან ეს დაავადება რეალურად ვინაიდან ძალიან დიდი ხნის დაავადება და მუმიებშიც კი აღმოჩენილია, ხო? ამ დაავადების სტიგმა, ესე ვთქვათ, მოგყვება საუკუნეები. ანუ, როდესაც გვესმის ტუბერკულოზი ჭლექი, უკვე ვიცით, რომ რაღაცა ცუდია, თუმცა არ ვიცით რეალურად რა არის. ვიცით, რომ ცუდია და ამიტომ გვესმის თუ არა, რომ ეს არის ტუბერკულოზი, მაშინვე გვინდა, რომ განვერიდოთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ალბათ, რომ საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ამ დაავადებაზე, რომ ეს არ არის რაღაცა უკურნებელი სენი, ეს არ არის რაღაცა ისეთი კლიშე დაავადება, რომელიც ვთქვათ, არის იმის ღირსი, რომ საზოგადოება ამ დაავადებით მყოფი ადამიანები საზოგადოებიდან მოუკვეთოთ და პირიქით, სწორედ ეს სტიგმატიზაცია საზოგადოების მხრიდან ხელს უშლის ამ დაავადების აღმოფხვრას საქართველოში, იმიტომ რომ
შესაბამისად რაკის სტიგმა არის, ცდილობენ პაციენტები რომ დამალონ ამის შესახებ, მოძრაობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მოძრაობენ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში და ეს დაავადება ვრცელდება. კურნალობის რა მეთოდები არსებობს დღეს საქართველოში, რომელი ყველაზე აპრობირებული და რამდენ შესაბამება საერთაშორისო რამდენ ხანში იკურნება? იცით, დავიწყოთ იქიდან, რომ ტუბერკულოზი არის განკურნებადი დაავადება. ეს დაავადება არის ძალიან კეთილთვისებიანი დაავადება, თუ მოხდა ავადმყოფის დროული გამოვლენა, ადეკვატური მკურნალობა, მკურნალობის უწყვეტობა, მკურნალობის პროცესის უწყვეტობა და თუ დასრულდა მკურნალობა. აი ეს არის გარანტია განკურნების. პრინციპში, როდესაც უკვე ვიცით, რომ ბავშვი დაავადებულია ტუბერკულოზით, ის აუცილებლად ერთვება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობაში. აქ არის პირველი რიგის თუ პრეპარატები, რომელთაც მკურნალობენ, ასე ვთქვათ, რეგულარულ სენსიტიური ფორმის ტუბერკულოზს. უფრო რთულად არის საქმე, როდესაც გვაქვს რეზისტენტური ტუბერკულოზი, რომელიც საკმაოდ რაოდენობრივად გაზრდილია ახლა ჩვენ პერიოდში. და ამ მკურნალობას სჭირდება უფრო დიდი დრო. აი სენსიტიური ტუბერკულოზის შემთხვევაში ეს მკურნალობის ვადა არის 6 თვე. დაყურნება თვითონ სტაციონარში დაახლოებით 2 თვე. ანუ, როდესაც დაავადებული ადამიანი, ეს იქნება ბავშვი თუ ზრდასრული ადამიანი, არის ბაქტერია გამომყოფი, აუცილებელია რომ მოხდეს მისი იზოლაცია. არაფრით არ შეიძლება რომ მან მკურნალობა ჩაიტაროს, თქვათ, სახლის პირობებში, იმიტომ რომ ის გამოყოფს ამ მიკობაქტერიებს და ხდება ხელახალი ისევ თავისი ოჯახის წევრების მხრივ არის საშიშროების მომენტი და გარემოში, რა თქმა უნდა, ყველა ვართ ამ დარტყმის ქვეშ. ასე რომ იზოლაცია არის ერთ-ერთი მთავარი მომენტი. შეიძლება აღნიშნოთ, რომ ვინაიდან მკურნალობის პროცესში თვითონ ეს მკურნალობა მოიცავს ბავშვების იზოლაციას, ბავშვები ფაქტიურად ისედაც მოწყვეტილები არიან ეს 2 თვის განმავლობაში საავადმყოფოში და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ისინი ბრუნდებიან, ანუ ისინი აღარ არიან გადამდებები, ისინი არ არიან საზოგადოებისთვის საშიშები და ის რომ მათ ჰქონდათ ტუბერკულოზი, არ უნდა იყოს მათი მოკვეთის ერთ-ერთი საფუძველი. და მე ვიცი, რომ თქვენთან ერთად ძალიან ბევრი მოხალისე ჩაერთო იმ წამოწყებაში, რომლის ინიციატორი თქვენც ხართ. სწორედ იმისთვის, რომ სრულფასოვან წევრობად იქნას ამ ადამიანებმა თავი. დიახ, დღეს პრინციპში 17 ბავშვი არის ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში, რომლებისთვისაც ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ახალ წელს რაღაცა განსაკუთრებულად და ზღაპრულად შევხვედროდეთ. მე დავუკავშირდი რამდენიმე სკოლას და მინდა ვახსენო, რომ 55 სკოლის ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ ამ აქციაში და დავარქვით ამ აქციას ბავშვები ბავშვებისათვის 25 დეკემბერს სკოლის წინ ბავშვები გამართავენ საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვას და შეგროვებული თანხით ჩვენ გვინდა რომ ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს გავუკეთოთ ის საჩუქრები, რომლებიც ჩვენ მათგან უკვე წამოვიღეთ სურვილების სახით. ვფიქრობ, ასევე მინდა აღნიშნო, რომ ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვები რეალურად ძირითადად არიან სოციალურად დაუცველი ფენებიდან, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებიდან. შესაბამისად, ეს აქტივობა და ეს საჩუქრები და აი ესეთი რაღაცა ზღაპრული დღის მოწყობა სამწუხაროდ პირველი იქნება მათ ცხოვრებაში და მე მგონი რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ არა მარტო ერთი დღით გავაკეთოთ, არამედ პერიოდულად გავიხსენოთ. სწორედ ახლა ეკრანზე ხედავენ ჩვენი მაყურებლები ტელეფონის ნომრს, ეს გახლავთ საქველმოქმედო ხაზის ზარი 0919100250. ამიტომ არ მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ ყველა შეუძლია. ნებისმიერ შეუძლია დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომელსაც ძალიან სჭირდებათ. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმრები. გისურვებთ წარმატებებს და რა თქმა უნდა, ყველა მგონს გამოჯამთელებას. გამოჯამთელებას.